დღეს მაშინ როდესაც სამყარო იცვლება, როდესაც გეოპოლიტიკური თამაშის წესები იცვლება და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იმის მაგივრად რომ გაამრავლოს ქვეყნის მეგობრები, ქვეყანა მოახდინოს იზოლაციაში და მარტო დავრჩეთ იმ გამოწვევების წინაშე, რომლებიც სულ უფრო და უფრო გვეზრდება, რა თქმა უნდა, ასეთი ხელისუფლება ვერ იქნება ვერც ეფექტური და ვერც ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია მორალურად მშვიდობა დაპირდეს ადამიანებს. ეს ხელისუფლება, რომელმაც მაგალითად ღირსების და სამართლიანობის დაპირებით მოიპოვა მხარდაჭერა და ამის შემდგომ იძულებული გახდა. მე იმას არ ვამბობ, რომ ეს უნდოდა და სიამოვნებდა, მაგრამ იძულებული გახდა ეძალადა საქართველოს მოქალაქეებზე ფიზიკურად. და ქვეყანაში ისეთი რაოდენობის პოლიტიკური პატიმრები გაეჩინა, რომელიც ამ ქვეყანას არ ახსოვს. ეს ყველაფერი ჩვენ მიგვიყვანს კიდევ უფრო მეტ და დიდ გამოწვევებს.